რა უნდა გაკეთდეს საბანკო სექტორში კონკურენციის გასაზრდელად და როგორ აფასებენ ინვესტორები ქართულ საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებას. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. ასე ხდება ხოლმე. ხან საჭიროა რეზერვების დახარჯვა, შემდეგ რეზერვების შევსება ხდება ხოლმე. აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე ამბობს, რომ ძალიან მალე სავალუტო რეზერვების შევსება დაიწყება. არსებობს სერიოზული ეჭვები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც გამოძიებას მოითხოვს, გჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორის შეფასებით, ირანის, სომხეთის და ინდოეთის მიერ ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ განცხადებული პროექტი ტექნიკურად რთულად განსახორციელებელია. პატა ცაგარეიშვილის განცხადებით, ეს პროექტი ახალი არაა და ამ საკითხის პერიოდულად წინ წამოწევა ხდება ხოლმე. საქართველოსთან საზღვარგარეთ ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და რუსეთზე მოდის. მესამე კვარტალში თურქეთში 237,000 ვიზიტი განხორციელდა, ხოლო რუსეთის ფედერაციაში 119,000 ვიზიტი. მოგესალმებით, საქმის კურსი ეთერში ბრუნდება. მე ნუცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. ასე ხდება ხოლმე, ხან საჭიროა რეზერვების დახარჯვა, შემდეგ რეზერვების შევსება ხდება ხოლმე. ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ყობახიძე ამბობს, რომ ძალიან მალე რეზერვების შევსება დაიწყება. ეკონომისტების ნაწილი კი ეროვნული ბანკის პოლიტიკას სავალუტო რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით ნეგატიურად აფასებს და აცხადებს, რომ ამ მოცულობის ინტერვენციების განხორციელება გაუმართლებელია. მათი თქმის, დღეს სების დამოუკიდებლობა კითოს ნიშნის ქვეშ დგას და ის მთავრობის ინტერესებით მოქმედებს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ცენტრალური ბანკი ინტერვენციებს კურსზე მერყეობის მოსახსნელად ახორციელებს, თუმცა მათი განცხადებით ამ მოცულობით სავალუტო ინტერვენციები გაუმართლებელია. ცნობისთვის, ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდული მოცულობით 627 მილიონი დოლარით 4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა. წლიურად კი სავალუტო რეზერვების მოცულობა მილიარდი დოლარითაა შემცირებული. ამ კლების მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ წინა საარჩევნო პერიოდში განხორციელებული 4 სავალუტო ინტერვენცია და 213 მილიონი დოლარის გაყიდვა იყო. აი ამ საარჩევნო კამპანიამ ჩამოანგრია ყველაფერი და ბუნებრივია, რომ არ გაყიდულიყო კატასტროფული ვითარება იქნებოდა და ლარის კურსზე ვერც ვილაპარაკებდი და ფასების რა დონე იქნებოდა, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. მაგრამ ეროვნული ბანკის დანაშაული ის კი არა, რეზერვებს მიყიდის, არამედ დანაშაული არის ის, რომ არ ნახული ოდენობით რეზერვების გაყიდვაში ხელისუფლების დანაშაულებრივ პოლიტიკას აფარებს ხელს. ისტორიული მაქსიმუმი თვეში 200 მილიონი დოლარი გაიყიდა 2020 წლის ოქტომბერში, როდესაც იყო არჩევნები და როდესაც მძვინვარებდა პანდემია. ორი მოვლენა ერთმანეთს დაემთხვა და ერთჯერადად 200 მილიონი გაიყიდა. ახლა ოქტომბერში აბსოლუტურად ასე ვთქვათ სწორ ნიადაგზე დაეცა ქვეყნის საფინანსო სისტემა. როდესაც ეროვნული ვალუტა უფასურდება, მაშინ ვაძლევთ ბაზარ სიგნალს, თუმცა იმავდროულად ეროვნულ ვალუტას ვაცლით, რომ იპოვოს წონასწორობის ახალი წერტილი და ამას ყოველთვის აკეთებდა წლების მანძილზე, ბოლო 7 წლის მანძილზე და მანამდეც ეროვნული ბანკი ყოველთვის ცდილობდა, რომ არ დაეხარჯა მანამ, სანამ ლარს ჰქონდა შესაძლებლობა ეპოვა ახალი წონასწორობის წერტილი. აი, მაშინ როდესაც სხვა არანაირი გამოსავალი არ იყო, მაშინ მიმართავდა სავალუტო ინტერვენციებს. პასუხისმგებლიანი ცენტრალური ბანკები ეროვნულ ვალუტას აცლიან იპოვოს წონასწორობის ახალი წერტილი. მართებული და დროული, ასე აფასებს ფინანსისტი ლევან სურგულაძე სავალუტო რეზერვების ხარჯვის პოლიტიკას. ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით ფინანსური სისტემის და ბაზარზე ფასების სტაბილურობა დაიცვა, რითაც თავისი კონსტიტუციური ვალდებულება შეასრულა. ფინანსისტი აღნიშნავს, რომ ლარის აჟიოტაჟური გაუფასურება მაშინ, როდესაც ამის ეკონომიკური საფუძვლები არ არსებობს, ფასებს და ფინანსური სისტემის სტაბილურობას დააზიანებდა. ამიტომ მისი შეფასებით ეროვნული ბანკის ქმედებები მართებული და დროული იყო. დღეს 8 ნოემბერს ბანკერის დღეა, რომელიც საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ქართული საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, რომელთა ჯამურმა წმინდა მოგებამ 2024 წლის 9 თვის განმავლობაში 2 მილიარდ 300 მილიონი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წლიურად 255 მილიონი ლარით, ანუ 12.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მოქმედ ბანკებს შორისაა ციფრული ბანკი პეისერა საქართველოს, რომელიც ქართულ ბაზარზე თითქმის 2 წელია ოპერირებს, რა
შედეგები და გეგმები აქვს პირველ ციფრულ ბანკს რა უნდა გაკეთდეს საბანკო სექტორში კონკურენციის გასაზრდელად და როგორ აფასებენ საერთაშორისო ინვესტორები ქართულ საფინანსო სექტორში დღეს არსებულ ვითარებას თემაზე საუბარს პეისერა ბანკის საქართველოს გენერალურ დირექტორთან დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ვაგრძელებთ. მოგესალმებით ბატონო დიმიტრი, დიდი მადლობა რომ ჩვენს გადაცემაში იღებთ მონაწილეობას. მოგესალმებით, ნუცა, მადლობა მოწვევისთვის. ბატონ დიმიტრი, პრინციპში ნელ-ნელა 2024 წელი მიმდინარე წელი იწურება. როგორ შეაფასებდით მიმდინარე წელს საბანკო სექტორის ჭრილში, მათ შორის ბუნებრივია პეისერა ბანკისთვის, რომელიც როგორც ვიცით, პირველი ციფრული ბანკია ქართულ ბაზარზე. საბანკო სექტორი ძალიან კარგად იზრდება, მთლიანად ეკონომიკასთან მიმართებაში და ეკონომიკურ ზრდაზე ცოტა მეტი ზრდაც აქვს. თქვენი ციფრულ აქტივებმა 90 მილიარდზე მეც გადააჭარბა საბანკო სექტორის. თვითონ კომერციული ბანკები არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე ეკონომიკის განვითარებაში და მათ გარეშე ეკონომიკა ვერ განვითარდება. მე მინდა ყველა ჩემს კოლეგას მიულოცო დღევანდელი დღე, მართლაც მნიშვნელოვანი დღეა და მინდა ვისურვო, რომ რაც შეიძლება წარმატებული ეკონომიკა გქონოდეს ჩვენ ქვეყანაში და მეტის განვითარების შესაძლებლობა გქონოდეს. საინტერესო არის როგორი არის პირველი ციფრული ბანკის შედეგები, აი ამ დაახლოებით 2 წლიანი ოპერირების ქართულ ბაზარზე, რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამართლდა იგივე თქვენი მოლოდინები ქართულ ბაზართან მიმართებაში, თქვენი შეფასებით რა ნიშის დაკავება შეძლო ამ დროისთვის პეისერა ბანკმა? ჩვენი მოლოდინები მიყვება იმ გეგმებს, რომელიც ჩვენ გქონდა დღესდღეობით. ჩვენ უფრო ჩამოყალიბდით როგორც B2B სერვისების მიმწოდებლები, იმიტომ რომ სერვისები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ძალიან საინტერესოა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე იმპორტიორებისთვის და ექსპორტიორებისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია ევროპასთან და თქვენ იცით, რომ ჩვენი ფესვები ევროპიდან მოდის და ძირითადი ჩვენი კონკურენტული უპირატესობა სწორედ ევროპასთან ურთიერთობაში არის. ყველა ამ მოთამაშისათვის ჩვენ საკმაოდ საინტერესო სერვისები გვაქვს და სწორედ ამ სეგმენტს ვემსახურებით ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება თვითონ შედეგებს, როგორც უკვე მოგახსენეთ, მიუყვებით იმ გეგმებს, რომელიც ჩვენ გვქონდა, საკმაოდ ბევრი ახალი პროდუქტი წარმოვადგინეთ ბაზარზე, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათ შორის ჩვენი ქვეყნისათვის, იგივე თქვენ კითხვაში თავიდანვე დასვით, რომ რა შეუწყობს ხელს მათ შორის საბანკო სერვისების გაიაფებას და მათ შორის აი სერვისები, რომელიცაც ჩვენ ახლა წარმოვადგენთ და ეს არის სერვისები, რომელიც ღია ბანკინგზე არის დაფუძნებული, ვფიქრობ, რომ ანგარიშწორების ნაწილში მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნესს და არა მხოლოდ მათ. რა გეგმებია ამასთან დაკავშირებით, სლად რომ ვისაუბროთ, საინტერესოა, აი ასე საინტერესოა სასესხო პროდუქტების მიმართულებით თუ აპირებს პეისერა ბანკი გააქტიურებას. სასესხო პროდუქტებს ჩვენ ბაზარზე გამოვიტანთ შემდეგი წლის მარტისთვის, რაც შეეხება ანგარიშწორების ნაწილს, ამ წუთში ჩვენ ძალიან აქტიურად ვთავაზობთ ბაზარს გადახდის ინიცირების სერვისს და გადახდის მოთხოვნის სერვისს. ეს ორი ძალიან კარგი პროდუქტია, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელმაც პრინციპში უნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი დაიკავოს ანგარიშწორების ნაწილზე. ეს არის ალტერნატივა ბარათებით გადახდის ერთ შემთხვევაში, მაგრამ ბარათების გადახდისგან განსხვავებით ეს არის ბევრად უფრო იაფი, საკმაოდ სწრაფი და რა თქმა უნდა უსაფრთხო გადახდები. რაც შეეხება თავად საბანკო პროდუქტების ფასებს, ხშირად მოგვისმენთ ეს შეფასება, რომ ძვირია, რაც გარკვეული მხარები, თავად ბიზნესის წარმომადგენლების, ბიზნეს სექტორის ხშირად ამბობს ხოლმე, რომ იგივე სესხი საკმაოდ ძვირი არის მათი შეფასებით ქართულ კომერციულ ბანკებში. თქვენი შეფასებით მათ შორის მარეგულირების მხრიდან, ეროვნული ბანკის მხრიდან რა ნაბიჯები უნდა გადაიდგეს იმისთვის, რომ თუნდაც მეტი კონკურენცია მივიღოთ ბაზარზე, რადგან ვიცით, რომ ახლა არის ხო კონცენტრირებული ჩვენი ბაზარი ორი დიდი მსხვილი მოთამაშის პირობებში და თუნდაც სხვადასხვა ტიპის სერვისები და მომსახურება გაიაფთეს, იქნება ეს სასესხო პროდუქტები თუ სხვა ტიპის იგივე გადახდების მიმართულება. სასესხო პროდუქტების გაიაფებისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ საპროცენტო განაკვეთები მათ შორის დეპოზიტებზე დაიწვიოს და რეფინანსირების განაკვეთი შემცირდეს. რეფინანსირების განაკვეთის შესამცირებლად მნიშვნელოვანია, რომ ინფლაცია
შემცირდეს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ მოზიდულ სახსრებს ყოველთვის აქვს თავისი თვითღირებულება, რაც ეხება საოპერაციო ნაწილს, დიახ, ამ ნაწილში მე ვამბობ, რომ საბანკო მომსახურებები დღეს საქართველოში ძალიან ძვირია, მათ შორის ჩვენ კარგი მაგალითი ვართ, როდესაც პრაქტიკულად 3-ჯერ და 5-ჯერ უფრო IAP სერვისები შევთავაზეთ ბაზარს და პირდაპირ ვამბობ, რომ ამ სერვისების შეთავაზება შეუძლია ნებისმიერ ბანკს, იმიტომ რომ ამ სერვისების თვითღირებულება არის დაბალი და დღეს თუ ბაზარზე ბანკები ახდევინებენ მომხმარებელს იმ გადასახადებს იმ ტარიფებსაც ახდევინებენ, ეს არის მხოლოდ იმის დამსახურება, რომ ბანკებს აქვთ ამის შესაძლებლობა და არა იმიტომ, რომ ეს თვითღირებულებით ამდენი ჯდება. მაგალითისათვის ჩვენ დღეს ევროში გადარიცხვებს ვაკეთებთ მყისიერად და ის ღირს 7 евро ჩვენთან, როდესაც სტანდარტულად სხვა ბანკებში სადღაც 25-დან 35 ევრომდე შეიძლება დაჯდეს აღნიშნული გადარიცხვის ტარიფი. ანუ შეგვიძლია თქვა თქვენ ეს ამ მსჯელობას რომ გავყვეთ, ანუ რეალურად თუნდაც შედარებით მსხვილ ბანკებს შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის მომსახურება, იგივე გადარიცხვები გააიაფონ აი ამ პირობებშიც, მაგრამ არ აიაფებენ. შეგვიძლია ასე გადავთარგმნოთ თქვენი პოზიცია ამ თემასთან მიმართებაში? დიახ, მე ზუსტად ეს ვთქვი. ხო, აი როგორ წარმოგიდგენიათ ამ პირობებში თუნდაც მარეგულირების მხრიდან, რომ რაც ისეთ ნაბიჯები გადადგას, გაიზარდოს კონკურენცია, ან გაიაფდეს სხვადასხვა სერვისები, რადგან არის შეფასებები, რომ მაინც მაღალ კონცენტრირებული რჩება ეს ბაზარი. თვითონ კონცენტრაციის ნაწილი კიდე განსხვავებული ფენომენია, თქვენ იცით, რომ კონცენტრაცია ძირითადად აქტივების ღირებულებით განისაზღვრება და დღეს ნამდვილად მსხვილ ბანკებში ძალიან მაღალია კონცენტრაცია, იმისათვის, რომ აქ კონცენტრაცია შემცირდეს, რამოდენიმე მსხვილი ბანკი უნდა გაჩნდეს ბაზარზე, აუცილებლად, ანუ სხვანაირად ეს კონცენტრაცია ვერ შემცირდება, ანუ ის ბანკები, რომლებიც დღეს მცირე ზომის არიან, ის ბანკები უნდა გაიზარდნონ და შესაბამისად უნდა გადანაწილდეს უკვე აქტივები ამ ბანკებზე. ეს არის მხოლოდ ერთადერთი გზა, ანუ სხვანაირი გზა აქ არ არსებობს. რაც ეხება საოპერაციო ნაწილში მე მგონია, რომ არეგულირებელი საკმაოდ აქტიურია, გინდაც ის, რომ დღეს 3 ციფრული ბანკი არსებობს და საკმაოდ მკაფიო სტრატეგია არსებობს ზოგადად ფინტეკების განვითარების მიმართულებით. სავარაუდოდ ეს თავის გავლენას მოახდენს, თუმცა კვლავ გავიმეორებ, რომ სანამ სასესხო პროდუქტების მიცემის შესაძლებლობა არ ექნებათ სხვა ბანკებს და არ ექნებათ იმ მოცულობით და მასშტაბით, რომ მათ დაეწიონ თავიანთი აქტივებით უმსხვილეს ბანკებს, მანამდე რა თქმა უნდა ეს კონცენტრაცია შემცირებული ვერ იქნება. თქვენ ახსენეთ ეროვნული ბანკის პოლიტიკა, აუცილებლად მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა, ალბათ მოусმენდით, მათ შორის ჩვენი ეთერის საშუალებით სხვადასხვა ტიპის შეფასებებს ეროვნული ბანკის მხრიდან, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ ინტერვენციებს, რის შედეგადაც ჯამურად ვიცით, რომ რეკორდულად 627 მილიონი დოლარით შემცირდა ქვეყნის სავალუტო რეზერვები 4 მილიარდ დოლარამდე და მოყვა ამას შეფასებები, მათ შორის Fitch-ის მხრიდან, ასევე თავის დროზე IMF-ი აცხადებდა, რომ ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოწდა ჩვენი სავალუტო რეზერვები. როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებული არის ამ პროცესში ეროვნული ბანკის სარეზერვო პოლიტიკა? ისიც სხვადასხვანაირი დამოკიდებულებაა. ერთია, რომ როგორც მომხმარებლები, როგორც ობილვატელები, მე და თქვენ არაფერი არ დავკარგეთ ამით. იმიტომ რომ ის რაც ამ პერიოდში ხდებოდა, იყო მოლოდინების მართვა. აქ არ იყო ფუნდამენტური მიზეზები იმისა, რომ მაგალითად მოთხოვნა იყო დოლარზე, იმიტომ რომ ჩვენი იმპორტი გაიზარდა, ან ჩვენი ვალები იყო გადასახდები, ხო? ანუ ეს არის მოლოდინები, როდესაც ადამიანები უბრალოდ რომელსაც მანამდე ქონდათ რაღაცა ლარები, ამ ადამიანებმა თქვეს, რომ ჩვენ ახლა გვეშინია ლარში ჩვენი თანხის შენახვა და გვინდა რომ გადავიდეთ სხვა ვალუტაში და გადავიდნენ ისინი სხვა ვალუტაში. თუმცა აუცილებლად ეს ვალუტა უნდა დაიხარჯოს, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ეს ვალუტა ჰქონდათ იმისთვის, რომ ან დაეხარჯათ, ან დანაზოგი დეპოზიტზე დაედო. დეპოზიტზე ლარში მეტია შესაბამისად დარიცხვა და ეს ადამიანები უკან აუცილებლად დაკონვერტირდებიან, თუ ამასობაში არ მოუსწრო რაიმე ცუდმა ფუნდამენტურმა
ასე ვთქვათ, ფაქტორმა და იმედია, რომ ამას არ მოუსწრებს. ხო, იმ მთლიანობაში მაინც როგორ ფიქრობთ, რომ სწორი იყო იგივე წინასაარჩევნო პერიოდში ლარის მერყეობის შესაჩერებლად არ დაუკავშირებ მე ამას ახლა საარჩევნო ან არასაარჩევნო პერიოდს. კვლავ გავიმეორებ, რომ როგორც მომხარებელმა და როგორც ქვეყანამ ამითი არაფერი არ წააგო, იმიტომ რომ რეალურად დამატებითი დესტაბილიზაცია გინდაც ეკონომიკას, არ ვიცი, გინდაც ბანკებს, გინდაც სესხებლებს, ეს ხო არავის არ ჭირდება, ხო? ანუ ამ კუთხით შეხედეთ მაკროეკონომიკურად, რო შეხედოთ, ანუ ფუნდამენტურ ფაქტორებში თუ არაფერი არ ხდება, არაფერი არ ხდება, ანუ მოლოდინების მართვა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ძვირი დაუჯდა სახელმწიფოს ამ მოლოდინების მართვა. ეხლა კარგია, ცუდია, რა თქმა უნდა, ცუდია. კარგი იქნებოდა, რომ საერთოდ არ ყოფილიყო ესეთი მოლოდინები და ჩვენ მოსახლეობას ლარიზაციის ის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, გაგრძელებულიყო, თუმცა ლარიზაციის ნაწილშიც 40%-ზე ქვევით არის დოლარიზაცია, როგორც დეპოზიტების, ისე სესხების ნაწილში თუ არ ვცდები. კი. აი თქვენ მოლოდინები ახსენეთ და მათ შორის კეთდებოდა განცხადებები, რომ იქნება ეს მოსახლეობის თუ ბიზნეს სექტორის მოლოდინები გარკვეულწილად მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე ნეგატიურისკენ შეიცვალა. თქვენ როგორც ერთ-ერთი ბანკის წარმომადგენელი, რომელსაც უშუალო კავშირი გაქვთ ევროპასთან, საინტერესო როგორ აფასებთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ჩვენ ვიცით რომ დროებით იმედია დროებით ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული. აი ამ ფონზე საინტერესოა თუნდაც ვთქვათ ინვესტორებს რა შეფასება აქვთ ქვეყნის საფინანსო სექტორთან მიმართებაში, ხომ არ გაუარეს და მათი მოლოდინები და შეფასებებიც ამ ნაწილში. იცით, ნუცა მარტივ პასუხს გაგცემთ. ესე იგი 28 ოქტომბრის მერე ორი ბანკის აქციები, რომელიც ლონდონში კოტირებს, გაიზარდა სადღაც 19-დან 23%-მდე. აი ეს არის მაგაზე პასუხი. ანუ მე ნებისმიერი სხვა სპეკულაცია, რაც არ უნდა ან სხვა რამე რაც არ უნდა მოგიყვეთ, დამაჯერებლობის დადასტურებითაც კი ეს ვერ იქნება ეს ფაქტები საზოგადოებისთვის ცნობილი. კი, არჩევნების მერე პირველ დღეს საკმაოდ დაეცა აქციები, მაგრამ მას მერე ჩვენ ვხედავთ, რომ მუდმივად იზრდება ზევით. ზოგადად, რა თქმა უნდა, ინვესტორებს ყოველთვის აშფოთებთ და ყოველთვის კითხულობენ, ოდესაც დესტაბილიზაცია ქვეყანაში არ არსებობს ესეთი რაღაცა, თუმცა დანარჩენი უკვე, რა თქმა უნდა, თვითონ იმ ხალხზე და ქვეყანაზეც არის დამოკიდებული, ვინც ინვესტიციების მოზიდვას ცდილობს ქვეყანაში. ან თქვენი შეფასებით თუნდაც ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში ამასაც უარყოფითი გავლენა საფინანსო სექტორზე და საინვესტიციო გარემოზე ვერ იქნება საქართველოში. ვერ გეტყვით ვერაფერს მაგასთან დაკავშირებით. გააჩნია გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში გადავიდა სავაჭრო პარტნიორებთან, მაშინ ჩვენ გვექნება ძალიან კარგი ზრდა და მათ შორის ინვესტიციების მოზიდვის ნაწილშიც. და მე ვიმედოვნებ, რომ ეს ესე იქნება, იმიტომ რომ თქვენს ამას უნდა იმედოვნებდეთ, არავის არ ჭირდება ქვეყანა, სადაც არ შემოდის ინვესტიციები და არ მოდიან ახალი ინვესტორები. რა თქმა უნდა, რამდენად გადამწყვეტი არის თქვენი შეფასებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ ფონზე, როდესაც უშუალოდ იგივე ევროპული ბანკი არის ხო, პეისერა, რადგან მნიშვნელოვანია ის, რომ გაგრძელდეს ევროპის კენსვლა, ევროინტეგრაცია, თუნდაც ჩვენი იმისთვის, რომ თქვათ, უფრო მყარი საფინანსო სისტემა გქონდეს და ის კითხვის ნიშნები, რაც გარკვეულწილად თქვენ საუბრეთ, გაჩნდა ბოლო პერიოდში, რაღაცნაირად ამოიწუროს. ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ ვიცნობ ადამიანს ყოველ შემთხვევაში ჩემს გარშემო, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ არ უნდა წავიდეთ ევროპისკენ. ერთ მნიშვნელოვნად უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენი გზაც ევროპაშია, ადგილიც ევროპაშია და ყველანაირი მისწრაფებებითაც ევროპისკენ უნდა წავიაროთ. ანუ სხვა მიმართულება ჩემთვის უცნობია. მე არ ვიცი სხვა მიმართულება. თუმცა ჩვენი პარტნიორებისთვის საერთოდ გაუგებარი იქნება ეს ამბავი.
და ძალიან მოკლედ ჩვენი საუბრის ბოლოს თქვენ ახსენეთ, რომ აი კარგი იქნება თქო თუ რაცა ახალი მსხვილი ბანკებით შემოვლენ, ხო ყოველ შემთხვევაში ეს რაც გადაალაგებდა ბაზარს ქვეყანაში. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ან თუ გსმენიათ ინტერესის შესახებ, რომ რომელიმე ბანკი არის უცხოური ბანკი საქართველოს ბაზარზე შემოსვლით დაინტერესებული. გამომდინარე იქიდან, რომ ამ წუთში ჩვენ ასე ვთქვათ, კაპიტალის გაზრდით ვართ დაინტერესებული, ძალიან ბევრი ინვესტორს ხვდებით და შემიძლია დავადასტურო, რომ ინტერესი საქართველოში, მათ შორის საფინანსო ბაზარზე ინვესტირების არსებობს მიუხედავად მაღალი კონცენტრაციისა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ინვესტორები მაინც განიხილავენ ხაბად, შეიძლება ჩვენი ადგილობრივი ბაზარი იყოს მცირე, მაგრამ მაინც უყურებენ როგორც ამიერკავკასიის ცენტრად, მაინც უყურებენ ხაბად, რომლიდანაც შესაძლებელია მუშაობა იგივე შუა აზიის ქვეყნებზე და აქედან გამომდინარე, დიახ, ინტერესი არის, ლიცენზირების პირობები კარგი გვაქვს, ამ შემთხვევაში ინვესტორები ხედავენ, რომ რეგულატორი არის მონდომებული, იმიტომ რომ ნამდვილად რეგულატორ შექმნილი აქვს ინოვაციების ლაბორატორია, რომელშიც ძალიან ბევრი კარგი რამე ხდება ბაზრისთვის და ამ შემთხვევაში დიახ, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი არგუმენტი, რატომაც ვაინტერესებთ ინვესტორებს ჩვენ ქვეყანაში ინვესტირებისთვის და რა თქმა უნდა, მათაც აქვთ ამისი ინტერესი. თუმცა ეს გრძელვადიანი პერიოდია, ანუ ინვესტორებს ჭირდებათ დიდი პერიოდი იმისათვის, რომ ჩვენ შეგვისწავლონ, ბაზარი შეისწავლონ და საბოლოოდ გადაწყვეტილება მიიღონ ისე რაღაცა კონკრეტულად ერთი მიმართულებით ინვესტირებაში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებები ვუსურვოთ ქართულ სამეკოსისტემასა თქვენს. ბუნებრივია პეისერა ბანკ საქართველოს დიმიტრი ქუმციშვილი პეისერა ბანკის გენერალური დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი. ამ დროისთვის კი საქმის კურსი დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს უკვე 17 საათსა და 40 წუთზე შევხვდებით დროებით.